სამგორის რაიონში მდებარე წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ტაძრის წინამძღვარს დეკანოზ ისე არხოზაშვილს დღეს დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 19 ოქტომბერს წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში ღონისძიება გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ იხილა საინტერესო და ემოციებით სავსე თეატრალური წარმოდგენა. მარადისობა დედაშვილობაში. ამ სახელწოდების სპექტაკლში საკვირაო სკოლის ახალგაზრდული გუნდის წევრები მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ დეკანოზი ისე არხოზაშვილი 1955 წლის 23 ოქტომბერს გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქვახრელში დაიბადა. მისი სულიერი ცხოვრება ბორჯომის ტიმოთე სუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძარს უკავშირდება. იგი თავდაპირველად სწავლობდა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, შემდგომ სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემია. 1987 წელს დიაკვნად აკურთხეს, ხოლო მღვდლად ხელდასხმა მოხდა 1988 წელს წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. სასულიერო პირი ბორჯომის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში განწესდა. 2002 წელს სანქტ-პეტერბურგში ღვთისმშობლის ტაძრის მოძღვარი იყო ქართული სამრევლოსთვის. 2004 წლიდან დღემდე კი დეკანოზი ისე არხოზაშვილი წმინდა ბარბარეს ქვემო ტაძრის წინამძღვარია. იგი ამავე დროს არის გრემის სასულიერო სემინარიის ლექტორი. საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნების სახელით ვულოცავთ დეკანოზ ისე არხოზაშვილს საიუბილეო თარიღს, ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ. დღეს წმინდა ბარბარეს სახელობის ქვემო ეკლესიაში პერფორმანსი მოეწყო დედის სიყვარულის გამოვლინების შესახებ და ჩვენმა ახალგაზრდებმა, ბავშვებმა ბევრი ვისაუბრეთ დედაზე, ბევრი ლექსი თქვა, ბევრი სენტიმენტები იყო და ყველაზე მთავარი მაინც ადამიანის ცხოვრებაში არის დედა, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ადამიანი და ღმერთს მიგვაროს. აი როგორც ჩვენ მირქმის დღესასწაულს ხო ავნიშნავთ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას და ასე ყველა დედამ უნდა გადაიღოს ეს წესი და ჩვევა, რომ შვილი მიგვაროს ქრისტეს ეკლესიაში. ჩვენი საკვირაო სკოლა მე ვერ ვიტყვი რომ ყველაზე უკეთესია, მაგრამ არანაკლებია სხვაზე. ჩვენ ამნაირ სპექტაკლებს ბევრს ვაკეთებთ, იმიტომ რომ ცოცხლად ურთიერთობა გქონდეს ადამიანებთან და მადლობა მინდა ყველას უთხრა, ვინც მოამზადა, ვინც გააკეთა და ვინც მოვიდა და უყურა ამას. დიდი ხნის წინ გეგმავდით ამ ღონისძიების ჩატარებას. დღევანდელ დღეს დავამთხვიეთ ჩვენს მოძღვარს, მამა ისეს შეუსრულდა 70 წელი და ამასთან დაკავშირებით, რომ ისიც გაგვეხარებინა და მისთვისაც დედა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება, ამიტომ გავაჟღერეთ ეს თემა. დედა არის ჩვენს ცხოვრებაში შემომავალი მზის სხივი და იმედი მაქვს ყველა დააფასებთ. სპექტაკლი იყო დედაზე და ძალიან ამაღელებელი და გულის ამაჩუყებელი იყო. თვეები ვემზადებოდით და ძალიან სახალისო იყო მზადების პროცესი.